შოთა, მოდი, შენი ამბავი მოგვიყევი. ესე ჩემი ამბავი დაახლოებით თემოსას ცოტათი წააგავს. ერთ-ერთი მოგზაურობა იყო ჩემი და ჩემის მაკაცის. მოტოციკლით მივდიოდით, უკვე ფაქტობრივად სახლში ვიყავით მისული და შემხედრე გზაზე დაცემული, უკვე წაქცეული ისიც მოტოციკლეტი პირდაპირ შეგვივარდა ჩვენ, ფაქტობრივად ვერ მოვასწარით ვერანაირი რეაგირების მოხდენა, ვერც ტორმოზი, ვერც გადახვევა და ერთადერთი რაც მახსოვს, პირველი წამი იყო სისხლის გუბეში მთლიანად წევარ, გაშეშებული. ვერაფერს ვერ ვაკეთებ, უბრალოდ ვიცი რომ აი სისხლისგან ვიცლებ. და გავითიშე და მე მეღვიძება უკვე კლინიკაში, საავადმყოფოში, თავი შეხვეული, ჟანგბადის აპარატი, მთლიანად გაშეშებული, ყველაფერი მტკივა, დაბმული ვარ. ისეთი შოკისგან დავიწყე ყვირილი. გავითიშებოდი, მე ისევ ყვიროდი, მე გავითიშებოდი, მე ისევ ყვიროდი. და ყველაზე საშინელი მომენტი დადგა საღამოს. კატასტროფა იყო. წარმოიდგინეთ, რომ დაღამდა. საერთოდ დედამიწის მეორე მხარეს ხარ. მარტო ოჯახის გარეშე, ყველას გარეშე ერთი შენი მეგობარი გახლავს, ისიც გასაჭირშია. და რო დაღამდა, აი დაღამება იყო კატასტროფა რა, როცა უკვე მეგონა რომ დილა აღარ გათენდებოდა. ჩააქრეს სინათლე, მარტო ისმის სამედიცინო ტექნიკის რაღაც წუილი და შიშინი სიბნელეში, საერთოდ მარტო, აი ეს იყო საშინელება. განსაკუთრებით ვფიქრობდი დედაჩემის მდგომარეობაზე და ბებიაჩემის მდგომარეობაზე, რომ იმათ უფრო ხო ამბობენ ხოლმე რა, უდარს რა უჭირს ცოცხალმა იკითხოსო და აი ეს მაგათ განცდე. საკუთარი თავის მეცოდებოდა რომ აი მარტო ყდებოდი. აი ეს იყო ძალიან ცუდი განცდა რა, რომ მარტო ხარ ყველასგან და ყველაფრისგან შორს. ეს ყველაფერი იქით. მობძანდით.